მშვიდობის ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდება და შემოგვიერთდა, გრძელდება გადაცემა დღის რეცეპტი ნინოსთან და ზურასთან ერთად. გისურვებთ წარმატებულ დღეს, ყოველივე საუკეთესო თქვენ დღის განმავლობაში და აქვე შეგახსენებთ იმ ტელეფონის ნომრებს, რომლებიც საშუალებითაც შეგიძლიათ გვეკონტაქტოთ მთელი გადაცემის განმავლობაში 245 77 27 245 77 35 აკრიფეთ ეს ტელეფონის ნომერი, წამოჭერით ნებისმიერი თემა, მით უმეტეს რომ დღეს ძალიან ისეთ აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ, რაც ჩვენთვის ყველასთვის საჭირო და აუცილებელი და სავალდებულოც კი მეცაც გეტყვით. 77-27-ია SMS ნომერი და ინტერაქტივის შეკითხვა ხშირად უსმენთ თუ არა folks თუ უსმენთ, დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება ტელეფონის ნომერზე 253-43-01, ხოლო თუ იშვიათად ან საერთოდ არა, მაშინ აკრიფეთ ტელეფონის ნომერი 253-43-02. ველოდებით თქვენს აქტიურობას ტელეფონის ნომრებზე, SMS ნომერზე, ინტერაქტივის შეკითხვაზე, რადგან საბოლოოდ შევაჯამოთ გადაცემის დასკვნით ნაწილში, თუ როგორი მდგომარეობა ამ კუთხით, ახლა კი რადგან დრო წარმოგიდგინოთ დღევანდელი გადაცემის სტუმრები. რა თქმა უნდა, ეს გადაცემის სწორად ის ნაწილია, როდესაც ჩვენ უკვე ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად ბრუნდები და დღევანდელი ჩვენი სტუმრები არიან ფოლკლორული სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი და ასევე ფოლკ რადიოს ხელმძღვანელი დავით მაღლაფერიძე. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ადექით დილით ადრე და ჩვენთვის და ჩვენი ტელემაყურებლისთვის. არა, მე მგონი დილით ადრე სულაც არ არის ახლა რა. არა. მართლა? ძალიან ბევრი მოდის აქ თვალების ფშვნეთით. ძალიან მიხარეთ. ეხა ის შემთხვევა, როცა უკვე ადამიანი სამსახურისკენ უნდა მიდიოდეს, მაგრამ რაღაც საქმეებს ალბათ მოგაცდინეთ მაინც, ხო? ისე როდის იწყება თქვენი ტრადიციული დილა, რომელსაც იცით რა, საერთოდ ჩემთვის ყოველთვის დილა არის ძალიან პროდუქტიული. ანუ თუ თქვა დილით ადრე ხშირად ასე ვარ, რომ უდგები ეს თქო შეუდგები სამსახურს, ის დღე მაქვს უფრო ბევრად ისეთი რა. ნაყოფიერი, ხო? ძალიან კარგი. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ენერგია და განწყობა იქნება დღეს გადამდები და რაც მთავარია, ძალიან ნაყოფიერი დღე იქნება. მეტი ენერგიულობისთვის ყავს შემოგთავაზებთ. სიამოვნებით. კი ბატონო. შაქარი რამდენი აქვს კითხავთ? ხო იცით ესეთი ადამიანები ხო არიან, რომლებიც ამბობენ, რომ ყავა თუ არ დავლია, სახლი და ვერ გავდიოდი. კატეგორიაში არ ვარ, მაგრამ მეტი მე მგონი უფრო კარგი იქნება ჩვენც აქვე დაგეკითხებით, შაქარი ვის რამდენი რომ ვერ არ შეგაწყვეტიროთ? ერთი მე პირადად. თქვენ? მეც ერთი. ერთი. კარგი. შაქარს რეკლამას არ გაუკეთებთ. არა, რამდენიც გინდათ რეალურად იმდენი. ბატაშორის ხა რეკლამაზე გამახსენდა, ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა ახლა, რომ ვიყავი ჩაწერებზე აჭარაში. ქედის რაიონში და მე ავედით ერთ-ერთ სოფელში. სადაც ვიწერდი ჩემს გადაცემას რადიოში, მე ყოველ პარასკევს ჩემი ეთერი მაქვს, სადაც ესეთი ეგეთებული ლაივ ფორმატით მიდის ეს ეთერი, სადაც ჩავდივარ რეგიონებში და ხათაშორის იმ დღეს ვითვლი დათო და 58 რეგიონალურ ცენტრში ვარ ჩასული საქართველოს მასშტაბით. ანუ ბრავო. მე მგონი 1-2 მაკლია რომ თელ საქართველოში ვარ საქართველოს მოიცვა. და ყველგან ესე იგი ეს ციფრებს რო ითვლიან ხოლმე, ახლა მეც ესე გავაკეთებ, ესე იგი 58 რაიონში ვარ, ესე იგი ჩასული და ახლობით ესე იგი 300-ზე მეტი ფოლკლორული ანსამბლი მყავს ჩაწერილი და პლუს ამდენი სიმღერა, ორ სიმღერას ვამღერებდი, 600 სიმღერა. აი ციფრები, სტატისტიკა ხო მნიშვნელოვანია. დილიდან იწყება. ეს გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი. მართლა ასეა, სხვათა შორის. და აი ეს მნიშვნელოვანი არის ის, რომ ძალიან კარგი არქივი იქნება თან ახლა და ასევე ფოლკლორის ცენტრის დირექტორისთვის ძალიან კარგია, რომ ასე ვთქვათ, უშუალო შეხება მაქვს იმ ხალხთან, ყოველდღიური შეხება მაქვს ფაქტობრივად და ეს არ ხდება ვთქვათ კაბინეტიდან ან რაღაც ოთახიდან ამას. ანუ იქ ადგილზე ჩასვით თქვი, ფათაშორის ძალიან საინტერესო დისკუსია მიმდინარეობს ჩვენ შორის ვთქვათ იგივე შემსრულებლობის საკითხებზე და ძალიან მნიშვნელოვანია ფათაშორის იმ დღეს ვანგარიშობდით და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამბობენ, რომ რეგიონებში ასე ვთქვათ მეტი ყურადღება ჭირდება ფოლკლორ ანსამბლს, რა თქმა უნდა, მეც ამის მომხრე ვარ, უფრო მეტი ყურადღება იყოს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ აი დაახლოებით უკვე იმ დღეს ვითვლით 3 მილიონ ლარამდე იხარჯება რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების დაფინანსებისთვის. მაგრამ სხვა პრობლემები, ესეთი რამე წარმოუდგენელი იყო მართლა აქამდე, ესე იგი 2004 წლამდე ესეთი რამ მართლა არ არსებობდა.
დღეს ძალიან ბევრი ანსამბლს დაფინანსება აქვს, მაგრამ აი პრობლემები გვაქვს რაზე იცი შემსრულებლობის საკითხებზე. ნუ ძალიან ბევრი კონსულტაციები გვიწევს, ეგ საუბარი დისკუსია ახალგაზრდებთან, მოხუცებთან, ძალიან ბევრი დისკუსია მიდის და ერთ-ერთი მოხუცი ახლა რაც წამოვიწყე ეს ყველაფერი, ნახე 87 წლის კაცი იყო. ხო და რომელს დამინახა და ნუ ეგრევე ვიცნო იმ და ანაბანა გაიხსენა ეგრევე ფულებს როწერო იქო რაღაცებს საკეთიკითა და ნუ კიდე იქ სხვა პროექტებიდანაც, მაგრამ მომღერალია ეს კაცი და შაქარზე რო ვთქვი რომ რეკლამა არ გავაკეთოთ და ვეკითხები რომ რამ ისა სიგარეტს ეწეოდა რა და მე მეუბნება რომ 75 წელია სიგარეტს ვეწევიო რა. 10 წელი და ხო სადღაც დაახლოებით 10 წლის ასაკიდან. ხო ესე 87 წლის კაცი მეუბნება რომ 75 წლიდანო 75 წელიაო სიგარეტს ვეწევიო რა. რამხელა რეკლამა წარმოგიდგენიათ სიგარეტის კომპანიას. ჯანსაღად გრძნობდა თავს არაფერი ეტყობოდა ხო ამ დროს. ხო თან ტელევიზია იყო ჩემთან ერთად ერთ-ერთი და მე ვეუბნებოდი რომ ეს არ გაუშვათ. 75 წელი. პირდაპირ თვით მაინც. ესე იგი ეხა ის მოყვე როგორც ერთი სახალისო თემა. ხო, როგორც კურიოზი, რა თქმა უნდა. რაც დილით ადგომას ეხება, მე არ შემიძლია ამ თემას დღეს არ შევეხო. ბატონ დავითს აქვს დიდი გამოცდილება, გარდა იმისა, რომ დღეს არის ფოლკ რადიოს ხელმძღვანელი, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, დაიწყებს მწვანე ტალღიდან თუ არ ვცდები, შემდეგ იყავით რადიო იმედში, შემდეგ კიდე რადიო ქალაქში, მაგრამ აი მოდი რადიო იმედზე გავაკეთოთ პატარა აქცენტი გავაკეთოთ. აქცენტი რადიო იმედში. სუბიექტურები ჩვენ. მე თქვენ ტელემაყურებელს რომ ჩვენი არაჩვეულებრივი პროდიუსერის თანაწამყვანი დილის ეთერში იყო სწორედ ბატონი დავითი. აი მოდი ცოტა გავიხსენოთ ეს პერიოდი. უკვე ძალიან ბევრი გავიხსენეთ. სანამ შემოხვიდოთ ეთერში, ხალი გვეყვებოდა რაღაცებს. წელი იყო ჩვენთვის დილა იმედისა მედალალისთვის და 3 დილა იმედისა იყო უკაცრავად თუ დილა ტანჯვისა. იცი რა, ტანჯვისა ალბათ უკვე წლის ბოლოსკენ, სეზონის ბოლოსკენ, იმიტომ რომ რეალურად სექტემბრიდან გვიწევდა ჩვენ ყოველ დილით გაღვიძება დაახლოებით 6 საათზე. 7-ზე იწყებოდა თქვენი ეთერისგან განსხვავებით დილა, ასე რომ ამ დროს უკვე მედალალე სრულ მზადყოფნაში ვიყავით იმისთვის, რომ ძალიან ბევრი მსმენელისთვის გვეთქვა და გვესურვა დილა იმედისა. და შემდეგ 3 საათი და კიდევ ნახევარი 3 საათნახევრის განმავლობაში ვიყავით ყოველდღე ეთერში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფაქტობრივად დილის ცხოვრებით ცხოვრობდით. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ხართ გმირები. ხო, ნუ აი არ ვიცი, ვიღაცისთვის ახლა ეს როცა ამ გადასახედიდან ფიქრობ, შეიძლება იყოს წარმოუდგენელი, მაგრამ უზომოდ დიდ ენერგიას ითხოვს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეთერში მუშაობენ და მით უმეტეს, როდესაც ეს არის რადიო, რომელიც მთელ საქართველოზე მაუწყებლო და მას ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა და მსმენელი, დიდი პასუხისმგებლობა აბუნებრივია და ამიტომ მუდმივად ფორმაში ყოფნა გჭირდებოდა. რადიოს აქვს კიდევ სხვა, საერთოდ რადიოს აქვს კიდევ სხვა, ესე ვთქვათ, პეცი, ხიბლი. მე ძალიან მიყვარს რადიო იმ თვალსაზრისით, რომ ახლა რა თქმა უნდა, ჩვენს ძალიან უშუალო გადაცემა გვაქვს და ვაძლევთ თავისუფლებას სხვა გადაცემისგან განსხვავებით, იგივე იუმორში გავატაროთ რაღაცა, მეტი თავისუფლება გვაქვს, მაგრამ ის რომ რადიოში შეგიძლია აბსოლუტურად ერთი რამე ილაპარაკო და აბსოლუტურად სხვა რამე აკეთო, ის ხიბლი რა თქმა უნდა ტელევიზიას არ აქვს. რაღაცა მსგავსი ესეთი კურიოზული შემთხვევა ხომ არ გახსენდებათ. იცი რა, ჩვენ ძირითადად გვიწევდა ხოლმე ჩვენ პროდიუსერზე მოგვიყვერავდა. აუცილებლად გეტყვით. პულტთან ვისხედით ჩვენ, ანუ რეალურად ეთერის მართვა გვიწევდა ჩვენ. ანუ დაახლოებით რომ თქვათ რომ აი ოპერატორის ადგილზე რო იყოთ და კამერასთან კონდეთ თავი. დაახლოებით ეგ მომენტია, როცა ყველაფერს მართავ. და ბუნებრივია ხა შენზე იყო დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ. უპირველეს ყოვლისა ის რომ ეთერი ყოფილიყო გამართული. ნუ ამ შემთხვევაში თორე ადამიანი როცა არის და მით უმეტეს როცა ლალისთან ერთად ხარ არ არსებობს რომ რაღაცა თავი შეიკავო, მით უმეტეს ნუ ყველაფერზე რეპლიკა იყო და თანაც ნუ სერიოზულად ხალისობით იქ სპეციალური რუბრიკები იყო, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა ეთერში მიგვეწოდებინა მსმენელისთვის და ყველაფერს გქონდა იქ თავისი რაღაცა განხილვა და ამიტომ ესე კონკრეტულად შეიძლება ნუ რაღაცა მსმენელის რომელიმე ლექს გამოეწვია ოვაცია დილის 7-ის ნახევარზე და ნუ რაღაცა ის რომ ამა გამოფხიზლილი ლექსებს გიკითხავენ დილის როგორი აქტიური მაყურებელი მსმენელი ყავდა ძალიან სერიოზული ძალიან იყო ეს მომენტები და სხვათა შორის მინდა ვთქვა რომ არ ვიცი მას მერე რაღაცა სხვა რეალობა შეიქმნა ამ რადიო სივრცეში თუ რა მოხდა ფაქტია რომ გამრავლდა რადიოები და
მსმენელი რაღაცნაირად აი დაიქსახსა. მე მაშინ მეგონა რომ რაც კი პოტენციურად მსმენელი შეიძლება ყოფილიყო საქართველოში ყველა უსმენდა რადიო იმედს. 3 წლის განმავლობაში მე არ მახსოვს თანხა გადამეხადო სამარშრუტო ტაქსში ან რომელიმე კერძო ტაქსში იმდენად გიცნობდნენ და იმდენად ხედავთ იმისა რომ არ ჩანთ. ხო, არ ჩანდით, როგორც ხმას როგორც კი ამოვიღებდი, აი მე მახსოვს გამარჯობა თუ შეიძლება იპოდრომთან გამიყვანოთ. ეგრე უფასო იყო შენთვის. რამდენჯერმე მობილური ტელეფონი დავკარგე გზაში და მომიტანეს თვითონ რადიო იმედში, სამარშრუტო ტაქსში ანუ გააჩერეთ რომ დაიყურებდით ალბათ იმავე. ანუ ხა ტელეფონზე შეიძლება რომ გადახვალ გააჩერეთ რა. შემდეგში აპრობირებული მეთოდი გახდა და ვიღაც ხდება ხოლმე ქართულ სინამდვილეში როცა გადიხარ ეთერიდან მიყვება ეს საერთო ცხოვრება და აუცილებლად ვისაუბრებთ კიდევ ბევრს ჭერის კულინარიული თანსაცმლის რომ დავიარდე ცისაფრებით კარგი ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ კიდევ ძალიან ბევრს მანამდე კი მიოსალმებით ივიკოს ერხნიაშვილს ისთვის კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს რომ ზუსტად 9 საათში 10 საათზე თქვენ უფრო ვრცლად გაეცნობით ამ და სხვა მიმდინარე მოვლენებს დღის რეცეპტი ნამდვილად აგრძელებს მუშაობას პირდაპირ ეთერში ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად. და მოდი მაშინ გადავიდეთ იმ თემაზე, რომელზეც ძირითადად უნდა ვისაუბროთ, ალბათ დღეს, იმიტომ რომ ფოლკლორის ორი წარმომადგენელი გვყავს დღეს გადაცემაში სტუმრად. გასაგებია რომ სახელმწიფოს მხრიდან არის დიდი ხელშეწყობა დღესდღეობით, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ფოლკლორის განვითარებისთვის. მე მაინტერესებს, რამდენად დიდი ინტერესი არის თავად მოსახლეობაში. ძალიან ხშირად ჩვენს გადაცემაში ვსაუბრობთ გემოვნებიან და უგემოვნო მუსიკაზე, რა ითვლება გემოვნებიან მუსიკად, მაგრამ ფოლკი ალბათ არის რაღაც აბსოლუტურად განზოგადებული თემა, რომელზეც რეალურად დგას ჩვენი კულტურა, ხო, ხომ ასეა. აი, რამდენად დიდი დაინტერესება ზოგადად მოსახლეობაში ამ სფეროს მიმართ. ბუნებრივია ის რომ თქვათ ამ წლის განმავლობაში ხა მინდა ერთი რამ თქვა რომ ბუნებრივია შეიძლება ხო უფრო მეტი და მეტი გვინდა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ აქამდე რა იყო, ხო, ფაქტობრივად კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო 2004 წლამდე იყო სრული უყურადღებობა ამ კუთხით, შეიძლება ასე ითქვას. ანუ განსაკუთრებით რეგიონების გულისხმობ, იმიტომ რომ რეგიონებიდან ცოცხლობს ხო ფოლკლორი, იქიდან მოდის ეს ყველაფერი და ყოფიდან. იგივე მაგალითად რაც თქვი ახლა მე რომ ანსამბლების დაუფინანსებლობის საკითხი, მაგალითად რაც ფაქტობრივად დიდ ბევრ შემთხვევაში გააწყვეტილი თემაა უკვე. მაგალითად იგივე რომ ფაქტობრივად დაფინანსებული არ იყო და ძალიან უყურადღებოთ იყო მაშინდელი ხალხური შემოქმედების ცენტრი, ეხლა უკვე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. ნუ არანაირი ტექნიკა არ გააჩნდა, კომპიუტერიც კი არ ქონდათ, მაგალითად არანაირი ბიუჯეტზე ხოლმე გასამგზავრებელი თანხა არ ქონდათ მაგალითად რეგიონში და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება რომ მაგალითად რუსთაველის ქუჩაზე იყო, გამზირზე იყო ფოლკლორის ცენტრი, მაგრამ არ ქონდათ სამეულინებო თანხები. ნუ ეს რამე წარმოუდგენელი, კურიოზული შემთხვევაა. ამის მერე რომ რეალურად რაღაცები დაიწყო, უკვე ძალიან სერიოზული ძრები დაიწყო, ხო? მინდა აღვნიშნო ერთი რომ იგივე მაგალითად ის რომ ფოლკლორის ცენტრის შემთხვევაში ახლა მაგალითად ფანტასტიკური შენობა გადმოგვეცა ჩვენ აღმაშენებლის გამზირზე და ახლა უკვე ის ძალიან საინტერესო თემაა ის რომ რამოდენიმე დღეში გვინდა რომ ჩვენ გავხსნათ ეს შენობა თუ ვიყავით ჩვენ 6-7 ოთახში აქამდე ასე ვთქვათ გამოკეტილები შეიძლება ასე ვთქვათ არ ქონა არანაირი ჩვენი ასე ვთქვათ სივრცე ახლა ჩვენ გვაქვს ჩვენი საგამოფენო დარბაზი ჩვენი და ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს მე როგორც ვიცი სწორედ ეს ხო ეცი რა ეს ფოლკლორის ცენტრი ერთ აღმაშენებელი ახლა რეაბილიტაცია ხდება და ძალიან საინტერესო გამზირია უკვე ხო კულტურული შეიძლება იყოს ეს დატვირთვა აქვს იმიტომ რომ სიმფონიური მუსიკის დარბაზი მუსიკალური ცენტრი თეატრები და ფოლკლორის ცენტრი, საგამოფენო სივრცეები. ეხლა ფოლკლორის ცენტრი შეემატა. ჩვენთან არის ესე იგი პირველად როგორც შემოვხვალ ჩვენი გალერეა, გავაკეთეთ ძალიან საინტერესო მაღაზია, ეს ხალხური ნივთები იყიდება, სუვენირები და კომპაქტ დისკები და ასე შემდეგ. არის ძალიან კარგი დღესი ხდება ხოთა შორის კაფე ჩვენი რომელიც იქნება ყველასთვის ღია. იქნება ასე ვთქვათ ძალიან საინტერესო საინფორმაციო ცენტრი გავხსენით კომპიუტერები შევიდნენ და ნახოთ თქვა ჩვენი ჩანაწერები. ანუ წარმოიდგინეთ ადრე თუ ეს ყველაფერი სეიფებში ინახებოდა თქვა მაგალითად კარბელაშვილის ხელნაწერები, ქართული გალობის ან სხვა ხელნაწერები, ქართული სიმღერის და გალობის, ეხლა შეიძლება მიხვიდე თავისუფლად აღარ უნდა სეიფებში გაღება და გადმოლაგება, უყურებს ელექტრონულად შეგიძლია. ძალიან მარტივ თორე წარმოიდგინეთ ეხლა ჩვენ 1500-ზე მეტი ნიმუში ჩავწერეთ უკვე პრეზიდენტის ფონდზე ხოთაშორი ძალიან კარგი რამ მოხდა რომ შევიძინეთ მოძრავი ხმის ჩამწერის სტუდია ძალიან მაღალი ხარისხით და რეგიონებში დავიწყეთ 21 საუკუნის ოქროს ფონდის შექმნა და ასევე ჩემთვის იყო თავარი ამოცანა ის რომ კი წერთ ამ ყველაფერს მაგრამ ეს რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის ეს არის ყველაზე მთავარი ხო რო თქვა ახალგაზრდა მოისმინოს ლოტბარმა მოისმინოს მომღერალმა მოისმინოს და გააკეთოს იმღეროს თქვათ აღადგინოს თქვათ გააცოცხლოს ეს ნიმუში და აი ეს ყველაფერი გახდა უკვე იმით რომ მოხვალ დაჯდები თქვათ
ინტერნეტ ვერსიაც იქნება ძალიან მალე. დაждები, მოისმენ, ნოტებს ნახავ, ვიდეოს ნახავ, აი ძალიან ისეთი საინტერესო გახდა. იქ შეგიძლია შევბძანეთ ყავადალიონი, ჩაიდალიოს, თქვა შეიძლება მიირთვას, ასე შემდეგ. ასე რომ ეს ადგილი გახდა, ხადაშორის ესეთი მე ფოლკლორის ცენტრი ნახე კორეაში ვიყავი, სეულში, ჩემი ანსამბლით, საკონცერტო ტურნე მქონდა და იქ იყო ესეთი კორეის ფოლკლორის ცენტრი, სადაც შეხვიდოდი, იყო ღვიშანტრის სტუდიები, საკონცერტო დარბაზი, კაფეც, რესტორანიც და აი ასეთი ტიპის ფოლკლორის ცენტრი შეიძლება მე პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ ყოფილი საბჭოთა თქვა სივრცეში ასეთი დარწმუნებული ამ რანგის ფოლკლორის ცენტრი დარწმუნებული ვარ არსად არ იქნება, იმიტომ რომ ეს მართლა არის ესეთი გრანდიოზული, როგორც ეკადრება ქართულ ფოლკლორს და ესეთი ძალიან თავსებადი შეიძლება ასე ითქვას, საზოგადოებისთვის თავშეყრის ადგილი. ანუ ეს ადგილი არ არის მარტო ის სადაც წერენ ადამიანები რაღაც ბიოგრაფიებს, კონსულტაციებს ვაგდებთ ვიღაცებს და ამ შემდეგ. არა, აქ არის თავშეყრის ადგილი, უბრალოდ ადამიანები შეიძლება მოვბრძანდეთ თქვენს მაგალითად კაფეში დაждეთ, შეხვიდეთ საინფორმაციო ცენტრში, სუვენირები შეიძინოთ, ეზოში გახვიდეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ხო, აი ესეთი ტიპის და გარდა მაგისა მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ მთლიანად ცენტრი არის გადასული უკვე ელექტრონულ სისტემებზე, ანუ ყველაფერი არის ფაქტობრივად, ესე იგი მაგალითად წერილების მიმოწვლა, ასე შემდეგ, ყველაფერი ელექტრონულია, ასევე იცი რა, ხადაშორის აი ჩვენი მოღვაწეობა მე დავარქვი როგორც საბეჭდი მანქანა და რადიო არხამდე. იმიტომ რომ მე მივედი დამხვდა ერთადერთი საბეჭდი მანქანა. და ისიც ხვით იყო გახრეტილი, იმიტომ რომ ესე იგი რუსთაველის გამზირზე აბედითი დღეების მერე ესე იგი თუ მე საწყალი ესე იგი ეს საბეჭდი მანქანა იყო იმ პანჯერას, სადაც შემოვარდა ტყვია და გახვრი და ესე იგი ეს ის არა საბეჭდი მანქანა. აი ამ ეს იყო მე ერთადერთი ესე იგი რაიმე მოწყობილობა რაც რაღაც აკეთებდა იყო საბეჭდი მანქანა. თუ ამის მერე ნივთების რამე მუზეუმი უნდა გააკეთო, ისტორიული. ხო, არა, ხადაშორის ჩვენ ვაპირებთ ჩვენთან ასე თქვა მას შესაბამის ადგილი მივუჩინოთ, მაგრამ აი ამის მერე იცი რა ძალიან რთული იყო გზა გააგებინო საბეჭდი მანქანიდან რადიო არხამდე, რა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული ხო, სერიოზული პროცესია ხა. შეიძლება სალაპარაკოთ ეს ვიღაცისთვის ძალიან ადვილია, ესე უცბად როყვები ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არის პროცესი ხო, ძალიან სერიოზული. და მინდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ აი რაც შეეხება ხა რეგიონების საკითხს, ხო, რაც ესე კიდე ერთხელ მინდა თქვა, ის რომ მაქსიმალური ჩვენგან აი კიდე ერთხელ მინდა თქვა 58 რაიონში ვიყავით ჩასული. ყველა ანსამბლთან ფაქტობრივად ინდივიდუალური კონსულტაციები. რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა გააკეთო. გარდა მაგისა, ყველას ვეხმარებით, რომ მომზადო რეპერტუარი კომპაქტ დისკისთვის, ჩაუწეროთ კომპაქტ დისკი, რომ რაღაც დამატებითი შემოსავალი მიიღო. იმიტომ რომ ფოლკლორის ცენტრი ჩვენი ორგანიზაცია არ არის იმ ტიპის ორგანიზაცია, რომელიც გარკვეულწილად მათ ხელფასებით უზრუნველყოფს. ანუ ჩვენ ვართ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ორგანიზაცია, რომელიც გარკვეულწილად შესაბამის ფონდს ფლით საქართველოში, რომ ხელშეწყობა, პოპულარიზაცია, შენახვა ნიმუშების, კონსულტაციები, ჩასვლა ადგილზე და გარკვეული ფონი რო არსებობდეს ქვეყანაში ამ კუთხით. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასევე სახელმწიფოს ჩვენთან არის ესეთი ორგანიზაცია, როგორც სახელმწიფო ანსამბლები მაგალითად, რომელთაც ჩვენნაირად ფინანსდებიან, ჩვენნაირი იურიდიული ასე ვთქვათ ფორმა გააჩნიათ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ხშირ შემთხვევაში იცი რა, მხოლოდ ჩვენზე აქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ აი ეს სწორი არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ ვინც პრაქტიკულად უწევს პოპულარიზაციას, ხალხურ მუსიკას და ცეკვას, მე რო ვკითხოთ, მათ უფრო მეტი ესე ვთქვათ რაღაც პასუხისმგებლობა აქვთ, იმიტომ რომ როცა შენ ასმენინებ თბილისიდან და სახელმწიფო სტატუსის ანსამბლე რეგიონებში ანსამბლს ხალხურ სიმღერას, შენ ერთგვარი მიმბაძველი ხდები და ხშირად ქონია ხოლმე შემთხვევა რომ ეუბნები მაგალითად ჩასულ ადამიანს, ну აი ძალიან გამიკვირდა ბოლოს ვიყავ მაგალითად რაჭაში, სადაც არის ფაქტობრივად აი ну აი ანკარა წყარო შეიძლება ასე ითქვას ხალხური შემოქმედებაში რა, ну შემონახული ყველა ეს ნიმუში ცეკვის და სიმღერის. მაგრამ რაღაც ერთ-ერთი ნიმუში იყო ახლა არ მინდა თქვა და ერთ-ერთ ჩვენ ანსამბლს მიბაძებს, ანუ სახელმწიფო ანსამბლის ასეთ ერთ-ერთ. გადაკეთეს. ანუ ამაც გადაკეთებულია, მაგრამ წარმოიდგინეთ იქვე აქვს ყველაფერი, აი ნამდვილი და ბუნებრივი. მაგრამ მაინც ტელევიზორში მოსმენილს ბაძავ. და რომ უთხარი ამ ხელმძღვანელს, რომ იცი რა, ხო შეიძლება რომ აი თქვენ გყავთ გარშემო ეს ადამიანები, სოფლებში ხალხი ცხოვრობს, ფანტასტიკური ნიმუშებია მეუბნები. მაგრამ ის მეუბნება რომ იცი რა, ახლა ის ესე აკეთებს სახელმწიფო ანსამბლია, სტატუსი აქვს სახელმწიფო და მე რატო არ შემილია გავაკეთო. ანუ მიმბაძველები ხდებიან. აქედან გამომდინარე ისეთ თქმა მინდა მე, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მართებს, რომ აქედან თბილისიდან ტელევიზიით როცა რაღაც მიწოდება ხდება და აი ამ სახელმწიფოს დაფინანსებული ანსამბლები ამას აკეთებენ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია სწორად ხდებოდეს და ხშირად
Atașorit ai is ansamblebi უფრო აქტიურები არიან ხოლმე, რომლებიც თქოს დაფინანსებას არ იღებენ და თქვათ ისე აი ესე ალბათ ბუნებრივიც არის, მათ მეტი სტიმული, მეტი რამის მიღწევა უნდა. ხო, აი მაგათ აღდგენილი სიმღერები თვასაც ნუ ჩვენთან არის მაგალითად იგივე ხო, შემთხვევა როცა სახელმწიფო ასავს თქვათ მაგალითად 20 წელი ერთ და იგივე რეპერტუარი აქვს მაგალითად, ხო? ხშირად სულ ერთ და იგივე ჟღერია მაგალითად. ნუ შემიძლია ეს დავიწყოთ მოიყვანო მაგალითად, მაგრამ არის ანსამბლები, რომლებიც აი მუდმივად ახალგაზრდები განსაკუთრებით აი ძალიან საინტერესოა ეს თქვენი შეკითხვაც, რომ აი უსმენთ თუ არა ფოლკლორს, ხო? არიან ახალგაზრდები, რომლებიც აი მუდმივად ჩართული არიან აი ამ პროცესში, რომ შევიდნენ არქივებში, მოისმინონ ძველი ჩანაწერები, მათი პაპები როგორ მღეროდნენ, ჩვენ წინაპრები და აქტიურად აქტიურობენ ძალიან. ეს არის ძალიან იგივე მაგალითად ფორუმებში, ინტერნეტში ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე ცენტრს, რომ აი რა ხდება და რა მოთხოვნებია, ხო? აი ამ ძველი ჩანაწერების მიმართ არის რაღაცა არნახული მოთხოვნა რა. ალბათ ყველაზე ესე ვთქვათ, მკვეთრად რამდენად დაინტერესებულია მოსახლეობა აისახება რადიოში. რამდენად დიდი რაოდენობის მსმენელი ყავთ, რამდენად აქტიურია მსმენელი. თქვენ თავად უწევთ პოპულარიზაციას იმ ჯგუფებს, რომლებზეც ახლა გიორგი საუბრობდა, რა თქმა უნდა, ეს ფოლკლორული ჯგუფები ყველაზე ხშირად თქვენი რადიოს ეთერში ჟღერს. რამდენად დიდი დაინტერესება აქვს მოსახლეობას და როგორ თვლით ამ რადიოს როლს? მე მინდა ვთქვა, რომ აი ამ ანსამბლების მე ახლა ციფრები ვიხუმრე, მაგრამ მართლა ასეა, რომ დაახლოებით 300-მდე ფოლკლორული ანსამბლი ჩაიწერა ამ 2 წელიწად ჩემს მიერ მარტო. და მათი შემოქმედების გაშუქება ფაქტობრივად ხდებოდა უკვე ფოლკლორადიაში, ხო? ესეც ერთგვარი პოპულარიზაცია ამ ანსამბლებს. რა თქმა უნდა, მე რადიოზე ვისაუბრე გადაცემის პირველ ნაწილში, ანუ ამ ბლოკში და თქვი, რომ რადიოს ყავს თავისი მსმენელი, რომელსაც რაღაცა განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს შემდეგ იმ პროდუქტთან, რომელიც მას ესმის. აი, რაც შეეხება ფოლკ რადიოს, აქ კიდე უფრო სხვა სპეციფიური სხვა დამოკიდებულებაა. მსმენელი ამ ყველაფერს თავისად მიიჩნევს და ძალიან სწორადაც. და გარდა იმისა, რომ ის არის ამ ყველაფრის მსმენელი და შემფასებელი, მონაწილე, ანუ ჩართულია ის ამ პროცესში. ანუ ზუსტად იცის კონკრეტული ამა თუ იმ ჩვენთვის საამაყო ანსამბლის კონკრეტული სიმღერის ისტორია, მისი განვითარება, როგორ მოხდა მისი პოპულარიზაცია. და ამიტომ ხშირად ხდება ხოლმე, რომ თავად მსმენელი წყვეტს ბადე მუსიკალური, როგორი უნდა იყოს. დამერწმუნეთ, რომ ხანდახან მიფიქრია, რომ ნუ თუ ყველა მათგანს აქვს სათანადო მუსიკალური განათლება. აქ არის ზუსტად ეს მომენტიც, რომ ამ რეალობის გათვალისწინებით იმ შეცდომას, რაც შეიძლება ჩვეულებრივ რადიოში ეს უპრობლემოდ გაიაროს და გატარდეს, ასე ვთქვათ, ჩვენთან შეიძლება ეს ცოტა უფრო მტკივნეული იყოს. არ გამოეპარება მსმენელს. არ გაპატიებს. არ გაპატიებს. ეს ხომ მხოლოდ დავუშვათ მუსიკალური კონტენტი არ არის. ამას ემატება კიდევ უამრავი სხვა რამ. იგივე ის ხალხური თქმა, ლექსი, რომელიც გადის ეთერში, ხო? და ის წამყვანი, რომელიც ამ ყველაფერს მეტნაკლებად კრავს და მსმენელს აწვდის საბოლოო ჯამში. იგივე მაგალითად ჩვენი ძველი მომღერლების ლოტვარების მცირე ბიოგრაფიები ან ჩანართების სახით, ანუ შუაში ვთქვათ, იგივე ჩვენი ანსამბლების შესახებ, იგივე ჩვენი ისტორიული ძეგლების შესახებ, იგივე ძალიან საინტერესო ეხლა დათო ისაუბროს მე უკვე ამაზე, რომ ხალხურ სიმღერასთან ერთად, ანუ ფოლკ რადიო იქცა რაღაც ერთგვარი კულტურის რადიოთ, იმიტომ რომ გარდა ხალხური სიმღერებისა ჩვენ გადავკვირდეთ, რომ მცირე დოზით სხვა მუსიკალური მიმდინარეობებიც იყო, მაგალითად გვაქვს ჯაზი, მაგალითად გვაქვს კლასიკური მუსიკა და თქვათ ძველი საესტრადო ასე თქვათ სიმღერის ნიმუშები, ასევე არის კინომუსიკა, ძალიან საინტერესო, რომ ერთგვარი ასე თქვათ არ მოხდეს მუდმივად ძალიან გადაწვირთვა ხალხური მხოლოდ ხალხური მუსიკა. ასევე გვაქვს უცხოური ფოლკლორი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და მართლა უნიკალური არხი არის ჩვენი იმ თვალსაჩინით, რომ აი ამ უნიკალური ძველი ნიმუშები, რომელიც საუკუნის წინანდელი ჩაწერილი ნიმუშებია, FM დიაპაზონზე 24 საათის განმავლობაში შეუძლია ჩართოს ნებისმიერ ადამიანმა. ანუ ის პერიოდი, როცა იყო ადრე ვთქვათ, რომ ნაკლები საშუალება იყო იმისა, რომ მოგესმინეს სადმე ხალხური მუსიკა, ხა თუ დაინტერესებული ხარ, შეგიძლია უბრალოდ გადაართო ძალიან მარტივად და ამ ყველაფერს უსმინო. ასევე ძალიან საინტერესოა იდეა მინდა გავაჟღერო ეხლა თქვენთან, რომელიც ძალიან ისეთ სიახლეა. ჩვენ ძალიან მალე გეგმავთ უკვე მიმდინარეობს მუშაობა ამაზე, რომ იქნება folk TV, რომელიც ამჯერად იქნება მხოლოდ ინტერნეტ მაუწყებელი ამ ეტაპზე, ეს შემოდგომიდან გავა ეთერში და ეს იქნება უკვე დაწყებულია ძალიან ბევრი საინტერესო გაკეთებული ფილმები, ჩანახატები, პორტრეტები ან ცნობილ ადამიანებზე, როგორ ცხოვრობენ, როგორ აკეთებენ თქვათ ინსტრუმენტებს, ჩვენი ძალიან საინტერესო იქნება დაცული ტერიტორიები, ტურიზმთან დაკავშირებით იქნება ძალიან საინტერესო და ასე რომ კულტურის საგანმანათლებლო ხო, ერთგვარი ეს ასე ვთქვათ, რომელიც აპრობირებულია სხვათა შორის არა მხოლოდ ევროპაში,
არამედ ძალიან კარგი ინიციატივაა. მე მხოლოდ წარმატებები შემიძლია გისურვოთ, იმიტომ რომ ალბათ პირველი მნიშვნელობა პოპულარიზაციის არის ხო ინფორმაციის მიწოდება არის მთავარი ალბათ მოსახლეობისთვის და თუ ეს იქნება ესე ვთქვათ აკადემიური იცით ჩვენ ვერავის ვერ დავაძალებთ იმას რომ სადმე ვიღაცა მიმღეროს. ჩვენი თავად მოვალეობა არის ის რომ ჩვენ შევქმნათ გარკვეული ფონი. ჩვენ შევქმნათ ის რომ ადამიანებმა თქვა მაგას სწორად იმღერონ, სწორად მივაწოდოთ, მაგალითად, სწორი ინფორმაცია გავცეთ. ასევე სხვა ადამიანები დავაინტერესოთ, რომ მოისმინონ ხალხური მუსიკა. მაგალითს გეტყვით, ძალიან ბევრ შეიძლება ვიღაც ჩემს ვთქვათ, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა ამას. ადამიანს ვისაც შეიძლება ქონდეს ნეგატიური მოსაზრებები მაგალითად იმასთან დაკავშირებით რომ თქვა მე როგორც მომღერალი მონაწილეობ სხვადასხვა პროექტებში მაგრამ იცით რა თქვა იგივე ჯეოსტარი ავიღოთ ხო მაგალითად რაც ერთ-ერთი ტური არის მაგრამ პირდაპირ შემიძლია თქვა რომ ეს არის ძალიან დიდი პოპულარიზაცია ხალხური მუსიკის და მინდა ვთქვა ერთი რამ რომ თუ ასეთი პროექტები ძალიან ბევრი იქნება და ბევრი მომღერალი მიიღებს ამაში მონაწილეობას ძალიან კარგია პირდაპირ შემიძლია თქვა რომ მაგალითად როცა მთავრდებოდა ტური თქვა ხალხური მუსიკის ჯეოსტარში ჩემს Facebook-ის თქვა გვერდზე მოდიოდა ნუ აი 1000-ობით პირდაპირ შემიძლია თქვა წერილი რა ნუ აი 1000-ობით წერილი მოდიოდა ნუ ერთ-ერთი ხალხს ძალიან მოენატრა ხალხური მუსიკა ეთერში რომ ხშირად არ არის და მეორე ის რომ ახალგაზრდები მწერენ აი რამოდენიმე მახსოვს ერთი რომ მაგათაც მეუნებოდა ერთი გოგონა რომელიც იყო 18 წლის რომ ჩემს ცხოვრებაში პირველად მოვისმინე ხალხური მუსიკა და რა აფთოვანებულია და ძალიან ვთქვათ რომ მითხარით სად შეიძლება კიდე მოვისმინო დამატებითო ანუ კიდე ერთხელ მინდა თქვა რომ ეს არის ძალიან ეხლა თქვა იგივე ჩვენი გადაცემის პერ დაწუნებული რომ კიდე დაინტერესდება ადამიანები რომ ინტერნეტში ხალხურ მუსიკას მოусვინოს და ჩვენ და სამწუხაროდ ხათაშორის მინდა თქვა რომ ერთი ძალიან საინტერესო კარგად გამართული და ესეთი უამრავი მასა დატვირთული ინტერნეტ საიტი ქართული სიმღერის არ არსებობს. ანუ სადაც ყველა დროის მუსიკალური ნიმუშები იქნება სხვადასხვა ენაზე და ძალიან გამართული საიტი. ეხლა არის მიმოფანტული სხვადასხვა საიტი და მართლაც ასეა, ჩვენ თვითონაც წავაწყდით არაერთხელ ამ პრობლემას, როდესაც გადაცემისთვის რაღაცა შეგვიძლია. აი ეხლა ხათაშორის მინდა თქვა რომ ჩვენ ამიტომ მინდა თქვა რომ ეხლა ჩვენ უკვე ფოლკლორის ცენტრმა ეს ასე ვთქვათ ფოლკ TV-ის საიტთან ერთად უკვე დავიწყეთ მუშაობა ეს ვთქვათ ახალ საიტზე რომელიც ვთქვათ com ასე ვთქვათ სერვერზე განთავსდება უცხოეთში რომელიც ადვილი იქნება უცხოეთთანაც იქნება ფასიანი სერვერი არ უცხოელებისთვის ეს იქნება ოფიციალური ჩამოტვირთები ოღონდ ეს იქნება ფასიანი და ყველა ანსამბლს რომელიც ჩვენთან ამ საიტზე ეს იქნება ქართული ხალხური სიმღერის ინტერნეტ გვერდი ანსამბლებიც დამატებით შემოსავალს მიიღებენ თუ ისინი ექსკლუზიურად მოგცემენ ჩვენ ჩანაწერებს ეს ჩანაწერები გაიყიდება და ისინი მიიღებენ შემოსავალს ძალიან სწორი და ძალიან კარგი ბოლოს იქნება ახალი ვებგვერდი დავამატებ ერთ იგივე გიორგის ოპონენტებმაც მე ვფიქრობ რომ კარგად იციან რას ნიშნავს პოპულარიზაცია გაუწიო ფოლკლორს ნებისმიერ ქვეყანაში ხალხო ფოლკლორი არის ქვეყნის სახე და იმიჯი, ხო, და ამიტომ ხალხ კულტურა გვაქვს საუკუნეების. ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს ცენტრში და რადიოში მუშაობს, ბოლომდე იაზრებს, რომ თუ კი საშუალება რაიმე ტიპის ღონისძიების, რაიმე ტიპის აქტივობის, მათ შორის ტელე, რადიო, პრესასთან ურთიერთობით, რომ გამოვიყენოთ, რომ გავაგებინოთ ხალხს, რომ ჩვენ აქ ვართ და ვემსახურებით უპირველეს ყოვლისა ქვეყანას. და ის რომ ხალხმა ხადაშორის ბევრი შეთქვით კიცება გვიწევს, რომ აი უნიკალური ნიმუშები გვაქვს სოფლიო კაცობრიობის შედევრები შეიძლება ითქვას, რომ შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა. ამას რადიო განსაკუთრებულ ყურადღებას ახალი სეზონიდან მიაქცევს, ეს იქნება 15 სექტემბერი, ჩვენ გავაკეთებთ საათში ერთხელ ოქროს 5 წუთს, სადაც მსმენელს საშუალება ექნება მოусმინოს სწორედ აი ამ განსაკუთრებული ღირებულების. ძალიან კარგი, ჩვენ მივესალმებით მხოლოდ და მხოლოდ აი ესეთ წამოწყებებს და ნინო მაგნიშნა კიდევაც ჩვენ პარასკევობით გვაქვს ერთ-ერთი რუბრიკა, როდესაც ვსტუმრობთ სხვადასხვა, ეს იქნება რესტორანი თუ ასე შემდეგ, აქ ამზადებენ შემდეგ გემრიელ კერძებს. და როდესაც მივედით ნამდვილ ქართულ რესტორანში, სადაც ქართული კულტურა უნდა იყოს, უნდა შეიგრძნოს ადამიანმა, რომ შეხვიდე, მოусმინო ქართულ მუსიკას ასე შემდეგ. დატკბე ამ ყველაფერი, თუნდაც სამზარეულო რაღაცა ყველაფერი ერთმანეთის სინთეზით. შემდეგ სიუჟეტზე გვინდო და დაგვედო რაღაც ქართული ისეთი ნაღდი, ქართული ჭეშმარიტი, რაც არის ჩვენი კულტურული სიმღერა. ვერ ვიპოვეთ მსგავსი ვერაფერი ინტერნეტში. უფრო კურიოზულს გეტყვით, ერთ-ერთ ძალიან ცნობილ რადიო აქვს, არ მინდა დავასახელო რომელს, საათში ერთხელ აქვს ერთ-ერთი რუბრიკა, ქართული ხალხური სიმღერის ნიმუშები. დღის განმავლობაში სპეციალურად ჩავწერეთ, ესე იგი, ყოველ გასულ საათზე არც ერთი რუბრიკაში გაცული სიმღერა არ არის ხალხური. აი ამის სწორედ ამაზე ვსაუბრობ. ამ თემას მინდოდა ძალიან ხშირად ქალაქურ მუსიკას ასაღებენ ფოლკლორად. არა, გარდა მაგისა, არის ეგეთი ტენდენცია ახლა,
ეს არის რაღაც ბუმია ამის, ესე ვთქვათ, რაღაცა მთის მოტივებზე შექმნილი, ეს რაღაც ქრომატიული ინსტრუმენტებით შექმნილი რაღაცა სიმღერები. თავისთავად ეხლა მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ამ რაღაც უნდა აიკრძალოს, ну, რა თქმა უნდა, ყველას თავის სვენელი ყავს, ბუნებრივია. არა, რაღაც გარკვეულწილად უნდა. არა, ეხლა ეს აკრძალო ეხლა არ იმღერო ვერ ეტყვი ადამიანს რა, ეხლა, მაგრამ აქ სვამ რაღაცა არის. უფრო მეტი პოპულარიზაცია უნდა მოხდეს ჩვენი ტრადიციული ნიმუშებისა. თორე ეხლა მაგალითად იგივე მაგალითად მიწისქვეშა გადასასვლელში რომელიმე ჯგუფს თქვათ რაჭულის სიმღერას მაგალითად ვერ აუკრძალავ, ან კახურის სიმღერას, ან გურულის სიმღერას. როგორც არ უნდა კარგად ღერიან თუ ცუდად ღერიან. მათი ნებაა და იმღერონ. მერტმა გაუმარჯოს. რაჭულის და გურულის სიმღერაზე კიდევ არ არის საქმე. ძალიან ხშირად ერევათ ნამდვილი ქართული ჭეშმარიტი სიმღერა. იცით რა შეა პრობლემა? ეხლა გეტყვით, აი ეს არის თავარი პრობლემა. უცხოელი რომელიც ჩამოდის და ჩვენ ვატყვით ნიმუშებს ხშირ შემთხვევაში ვატყვით უგემოვნო ნიმუშებს და ვასაღებთ როგორც ხალხურს. და ეს არის ჩვენი კულტურა და შემიძლია თქვა რა ამ უცხოელებისთვის ძალიან ისეთია რა უკვე ძალიან დაბალი ხარისხის არის ეს ყველაფერი რა და მე აი ვინც არის დაინტერესებული ხალხური სიმღერით უცხოელი ყველა ვინც ჩამოლის ეგრევე რეგიონებში მიდიან და იმ მოხუცებთან მეხუცებია ვინც არიან ჩვენები ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ყველა აი ჩადიან და იქ ისმენენ ნამდვილ ხალხურ მუსიკას ასე რომ როცა ჩვენ საუბრობთ დღეს ტურიზმზე და მაგალითად ჩავიდა კახეთში მაგალითად ტურისტი ხო ამერიკიდან ну ძალიან კარგია ნახა გაკეთებული ყველაფერი შევიდა ალავერდის ტაძარში რაღაც ისტორიულ ძეგლები ნახა და მე დაჯდა უკვე რესტორანში და ვერ ისმენს კახურ სიმღერას ანუ აქ ლაპარაკი იმაზე რომ რაღაც უნდა მოხდეს ერთი სინთეზი ამ ყველაფრისა ეს არის ქართული ფოლკლორი ქართული სამზარეულო ჩვენი ისტორიული ძეგლები ჩვენი ინფრასტრუქტურა ეს ყველაფერი უნდა იყოს აი ერთ ხელმისაწვდომი იმიტომ რომ არ შეიძლება ალავერიდან გამოხვიდე და მე ვიღაცა კახელი იამაჰაზე უკრავდეს და რაღაცნაირად მღეროდეს რა რაღაცა ფელიჩიტას მღეროდეს ხო თუნდაც ფელიჩიტას არა ფელიჩიტას ვთქვათ ქართულად ხო გაურკვევლენას რაღაცა ჟვალედოს ხო ქართული ელემენტი ხო ან ეს კიდე ერთხელ მინდა ვთქვა რომ მართლა მეგატებული ეს თიულური სიმღერები რაღაცა ყველა აი პირდაპირ შემიძლია გიხარ ასეთი ტიპის სიმღერები აი მე პირადად არ ვკადრულობ თორე შემიძლია დღეში რამოდენიმე გავაკეთო ესეთი მოტივზე შექმნილი რაღაც სიმღერა მაგრამ კიდე ერთხელ მინდა ვთქვა რომ იმ ქვეყანაში სადაც ჩვენ გვაქვს ჩაკრულო ჩვენ გვაქვს წინწყარო ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი თქვა ჩვენშვიდობა შავი შაშვი წინვალი ნიმუშები შეიძლება ერთ სოფლიო კაცობრიობისა მართლა წინვალი ნიმუშები ხო ასეთ ქვეყანას აგვიკადრება რომ რაღაც გემოვნების საკითხში იმიტომ რომ აი კიდე ბოდიშვიხტია დავამთავრებ ჩვენმა წინაპრებმა ეს ყველაფერი შექმნეს საკუთარი ასე ვთქვათ ნიჭიერებით ხო არც ერთ მათგანს არ ქონდა შესაბამისი განათლება რომ ეს ყველაფერი შეექმნა ეს ყველაფერი ბუნებიდან მოდიოდა ეს ყველაფერი ქართველი კაცის ნიჭიერებაზეა ყველაფერი აწყობილი დღესაც კი მაგათაც რო ჩახვალდა ანდრე პაპასიმაშვილი რო კახურა ვაჟამიას ვიმღერებს ამ ჩაკულოს და ყველა ნამღეზე რო სხვანაირად მღერის აი ეს არის ქართველი კაცის ნიჭი და გეთანხმებით აბსოლუტურად ძალიან ვრცელი თემა რა თქმა უნდა კიდევ ბევრს ვისაუბრებთ მაგრამ ახლა ჩვენ რეკლამის დრო გვაქვს ეთერში თუ ცოტა ხანში დაგებრუნდებით